გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო. ეს არის ორი სარეანიმაციო ფალეონოფსისი, რომელიც როგორც მაღაზიაში მითხრეს, სადაც ესენი შევიწინე, ვითომ ჩაყვავილებულია და მხოლოდ ამის გამო აქვთ ფასდაკლება. საქართველოში რატომღაც ცუდად ესმით ეს ფასდაკლება და ძალიან ცუდი ტრადიცია აქვთ იმ ჰიპერმარკეტებს, სადაც მცენარეების განყოფილებაც არის, რომ როდესაც უკვე გადასაგდებია მცენარე, პრაქტიკულად მაშინ უკეთებენ ფასდაკლებას. არადა არის ელემენტარული მარკეტინგის საკითხი, რომ როდესაც რაიმე პროდუქციის ნაკადი შემოდის და არის გარკვეული პერიოდი და შემდეგ უკვე შემოვა ახალი იგივე დასახელების პროდუქცია, იმ წინა შემოსული პროდუქციის უბრალოდ ფასდაკლება უნდა მოხდეს და არა ისე განლაგება იმ ფაზში, რა ფაზშიც მაგალითად 1 თვის წინ ან 2 თვის წინ შემოვიდა კონკრეტული პროდუქცია. აქ საქართველოში რატომღაც სხვანაირად ხდება ეს თემა და როდესაც ასეთ მდგომარეობაში მიდიან ორქიდეები ან უბრალოდ გადასაყრელები არიან, აი მხოლოდ მაშინ აკეთებენ ხოლმე ფასდაკლებას. ეხლა მე თქვენ გაჩვენებთ, რამდენი ხანი არიან ეს ორქიდეები ამ ჰიპერმარკეტში. გასაყიდად. ნახეთ. ესე იგი 16 და 98 თეთრი ღირდა თავის დროზე, ანუ 17 ლარი. მაღაზიაში შეყვანის დრო არის დაფიქსირებული 8/09/18, ესე იგი 8 სექტემბერს 2018 წლის. დღეს არის 8 იანვარი 2019 წლის. და მას შემდეგ, ესე იგი 5 თვის განმავლობაში ეს ორქიდეები არიან აი ამ მაღაზიაში, ელოდებიან თავიანთ მყიდველს, მყიდველი ვერ მიდის და ვერ ყიდულობს, იმიტომ რომ ფასი ეძვირება, ან სულაც არ ქონდათ ისეთი მომხიბვლელი ყვავილობა, რომ მოეხიბლა მყიდველი. აი ესე ჩაიყვავილე სამლოდინში, შემდეგ მე პატრონემ, როცა უკვე ნახა, რომ გადასაყრელია ეს ორქიდეები, მხოლოდ მაშინ დააკლო ფასი და მე უბრალოდ გვერდით, როდესაც ჩავიარე, შემეცოდნენ და ორი უშველებელი სტელაჟიდან 8 თუ 9 გადავარჩიე, რომლებიც შეიძლებოდა ასე თუ ისე რეანიმაციას დაქვემდებარებოდა. დანარჩენი ყველა აბსოლუტურად გადასაყრელია და ძალიან გული მტკივა და მწყდება, რომ ასეთი რაღაც ხდება საქართველოში, იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ ჩვეულებრივი სიცოცხლეები არიან ესენი, ისევე როგორც ჩვენ გვაქვს ჩვენი სიცოცხლე და არავის არ აქვს უფლება, რომ მცენარეები აი ესე გაყიდვის მოლოდინში, ფულის კეთების მოლოდინში, აი ესე მოუვლელობით გაუბედურონ და შემდეგ გადაყარონ. მოკლედ, კიდევ რადგან ასეთი ორქიდეები შევიწინე, მინდა ამ ორქიდეების მაგალითზე გაჩვენოთ, როგორ ხდება ფალეონოფსისების რეანიმაცია. მომავალში შემოგთავაზებთ კიდევ მდგომარეობას, როგორები იქნებიან რამდენიმე თვის შემდეგ და იმედია, რომ გადარჩებიან, დაექვემდებარებიან იმ მოვლას და რეანიმაციას, რასაც მე შევთავაზებ ამ ორქიდეებს. რატომ არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ორქიდეები შეიძლება გადარჩნენ? იმიტომ რომ როგორც ნელა იზრდებიან ორქიდეები, ისე ნელა კვდებიან. ძალიან ხშირად გასაყიდი დახლებიდან მოყვავს ჩვენ სახლში ისეთი ფალეონოფსისები, რომლებიც უკვე გასაყიდ დახლზე არიან მკვდრები. მართალია ვიზუალურად მწვანე ფოთლები აქვთ, თვითონ ფესვები ასე თუ ისე კარგ მდგომარეობაში, მაგრამ სახლში, როდესაც მოვიყვანთ, შევთავაზებთ კარგ პირობებს, ანუ ორქიდეებისათვის სასურველ კლიმატს, პირობებს, მორწყვას და ასე შემდეგ, და ესეთი ორქიდეები მაინც ხელიდან გვეცლებიან, კვდებიან და ჩვენ ვართ მერე დაღონებული და ვფიქრობთ, რომ ესე იგი ჩვენ ვერ მოვუარეთ კარგად. არადა სინამდვილეში ასეთი ორქიდეები უკვე თავიდანვე მკვდრები იყვნენ. მოვიყვანეთ და სახლში საბოლოოდ უკვე ცხადი გახდა, რომ კი ნამდვილად მკვდარია და ამ დროს ძალიან გული გვწყდება ხოლმე. მოკლედ, უკვე გაფუჭებული პროდუქციის გაყიდვა კარგად ეხერხებათ საქართველოში, ჩვენ ორქიდეომანებს კიდევ გვაქვს იმის იმედი, რომ იქნებ ერთი ყვავილი მაინც გადავარჩინოთ და მე იმედი მაქვს, რომ იქნებ გადარჩნენ ეს ორქიდეები. იქნებ ჯერ კიდევ არ არის ისეთი მდგომარეობა, რომ იყვნენ მართლა მკვდრები, მაგრამ პრაქტიკულად ეს ორი ორქიდეა, რაც ახლა მე შემიძლია ვთქვა, არიან ცოცხალ მკვდარ მდგომარეობაში, ანუ სარეანიმაციოები. მოდით ახლა ერთად ვნახოთ რეალურად რა არის აი ამ პარკების შიგნით.
ორქიდეების დასაბანად მოვამზადეთ თბილი წყალი, რომელშიც გაურიე ცოტაოდენი მარგანცოვკა და ეხლა აი ამ წყალში უნდა დავბანო ეს ორქიდეები ფოთლებით და ფესვებით მთლიანად. ეს სამგზავრო ჭიქა, ტორფის ჭიქა, იმდენად ჩამხმარია, რომ ვერ მოვაცალე. და შემეშინდა, რომ არ დამეზიანებინა ორქიდეას თვითონ ის ფესვები იმ ადგილას და შესაბამისად დავუტოვე. აი ახლა როდესაც დასოლდება, მე უკვე უფრო იოლი მოსაცლელი იქნება. გარეთ უკვე ძალიან ცივა და ამისთვის ძალიან სქელი ჩემი შარფი მქონდა წაღებული. ყოველი შემთხვევისთვის თუ შევიძენდი ორქიდეას, რომ ამ შარფში გამეხვია და შევიძინე ესეთი ორქიდეები და ესენი შარფში გავახვიე პატარა ბავშვით და ესე მოვიყვანე სახლში, რომ გზაში არ შესცოვნოდათ. ასე რომ თქვენ ეხლა ამ ზამთრის სეზონზე თუ გადაწყვიტავთ ორქიდეას შეძენას, აუცილებლად რაიმე ისეთი თბილი წაიღეთ, რომელსაც გარშემო შემოახვევთ, რომ გზაში არ შესცივდეს. ნახოთ ეხლა როგორ მოძრება სამგზავრო ჭიქა. კი, უკვე ირჩევა. აქ რა თქმა უნდა, როგორც მოსალოდნელი იყო გაფუჭებული აქვს ფესვები. მოვამზადე ახალი წყალი და თერმომეტრს ვიყენებ იმისთვის, რომ წყლის ტემპერატურა გავიგო. ეს წყალი უნდა იყოს 25 გრადუსი. უფრო ოთახის ტემპერატურის წყალია და რატომ მინდა აი ამ წყლის გაზომვა? იმიტომ რომ B-ჯგუფის ვიტამინები, რომლებიც აი ესე ამპულების სახით არის, ძალიან მალე იშლება შუქზე და ასევე სითბოზე 25 გრადუსზე ზემოთ. მე ხლა აქ მაქვს 1 ლიტრი წყალი და ამ წყალში უნდა გაურიო C ვიტამინი, უნდა გაურიო B6 და გაურიო ნიკოტინის მჟავა, ანუ B3. აი ეს 3 ვიტამინი უნდა გავურიო. შესაბამისად სინათლეს დავუკელი, რომ არ მოხდეს ამ პრეპარატების დაშლა და ასევე ყოველი შემთხვევისთვის პრევიკურსაც დავამატებ ცოტას. ეს B-ჯგუფის ვიტამინები დაეხმარება ორქიდეას ახალ ადგილთან შეგუებაში. ასევე C ვიტამინი დაეხმარება იმუნიტეტის აღდგენაში. და უფრო ზრდაში უნდა წამოვიდნენ და ეს ვიტამინები ამიტომ აუცილებელია ასეთი ორქიდეებისთვის. ეს არის პრევიკურის სითხე, გავურევ ძალიან ცოტას. ეს პრევიკური არის ფუნგიციდის ჯგუფის და ვიყენებ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ პროფილაქტიკა ჩავუტარო და არ მოხდეს მომავალში რაიმე ბაქტერიული სოკოს გამრავლება ფესვებზე. ვუკეთებ ძალიან ცოტას. სულ რამდენიმე წვეთს. ამის შემდეგ ჩემს ორქიდეებს შიგნით ჩავდებ, 15 წუთი გავაჩერებ, რომ დალიონ ასეთი შეზავებული კოქტეილი. როდესაც წყალში არის ხოლმე ორქიდეა და მისი ფესვები წყლისგან ლბება, მაგ შემთხვევაში უფრო კარგად ეცლება დაზიანებული და გამხმარი ფესვები, მაგალითად აი ეს ადგილები. და უფრო გამიოლდება დაზიანებული ფესვების მოშორება ორქიდეასთვის და ამას თქვენთან ერთად გავაკეთებ. მნიშვნელოვანი და მთავარი საქმის კეთებას შევუდექი. ანუ დაზიანებული ფესვების მოშორება პირველ რიგში, შემდეგ კი უნდა დეზინფექცია გაუკეთო იმ ადგილებზე, სადაც გადავაჭრი დაზიანებულ, გადატეხილ თუ ასეთი იქნება ფესვებს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე ორქიდეას გადარგვის დროს, რადგან თუ კი ორქიდეას ფესვი რომელიმე არის დაზიანებული, უпростоრად დამპალი ან გამხმარი, აუცილებლად უნდა მოვაჭრათ, რადგან კვლავ არ მოხდეს უკვე გრუნტში ამ ორქიდეას ფესვებიდან, გაფუჭებული ფესვებიდან სხვა ჯანმრთელ ფესვებზე გავრცელება კონკრეტული ბაქტერიის და უფრო მეტი ლპობა რომ არ გამოიწვიოს. ეს მაკრატელი წინასწარ უკვე დადეზინფეცირებული მაქვს. თქვენ უკვე იცით როგორ კეთდება დეზინფექცია და ამიტომ ეს უკვე აღარ გადავიღე, აღარ გაჩვენეთ. ესე ხდება დაზიანებული ფესვების მოჭრა.
აქ რადგან ორქიდეას საჯდომი არის შავი ფერის, ესე იგი აქაც სოკოს მანიშნებელია, ესე იგი აქაც სოკოს გავრცელება ხდება და ამიტომ შევეცდები ეს ადგილი გადავაჭრა იქამდე, სანამ ჯამრთელი ადგილი არ გამოჩნდება. აი ამ სამ ფესვს შევწირავ მაგ საქმეს. იმ იმედით, რომ სხვა ფესვებიც არის აქ და ეს სამი ფესვი დიდად არ მოაკლდება ამ ორქიდეას და რომ დაუტოვო, აი ეს სიშავე უფრო გავრცელდება და ამიტომ მინდა რომ მოვაჭრა ეგ ადგილები. აი ამ მართულებივით ფესვებსაც მოვაჭრი, რომ უფრო კარგად გამოჩნდეს. და ესე გადავაჭრი და გავაახალგაზრდავებ ამ ძირს. აი ნახეთ როგორი გაშავებულია ეს წვერი. ეს არის ზრდის შეჩერება და პლუს ამას სოკოს განვითარება აი ამ ფესვზე, თუმცა ამისი შველა შეიძლება და ნახავთ ერთად რა გამოგვივა. მთლიანად ფესვების გასუფთავების პროცესს გაჩვენებთ იმის გამო, თუ ვინმე იქნება ისეთი, რომელმაც ეს პროცესი არ იცის როგორ კეთდება, მინდა რომ მათ აი ამ ორქიდეას მაგალითზე ნახონ. ეხლა უკვე დრო არის დავამუშაოთ ეს გადაჭრილი ადგილები, რომ არ მოხდეს მომავალში ლპობის დაწყება და ამას მე გავაკეთებ დაფქული დარიჩინით. ეს დაფქული დარიჩინი გადმოვიღე ცალკე და ყურის ჩხირით, აი ამ ჩხირით გავაკეთებ მივაფრქვევ იმ ადგილებზე, მხოლოდ რომელ ადგილებზეც მოხდა გადაჭრა. დარიჩინის ფქვილის სხვა ჯამრთელ ადგილებზე არ უნდა მივაკაროთ ორქიდეას, რადგან შემდეგ უკვე სუნთქვა უჭირს ფესვებიდან, სადაც დარიჩინი მოხდება და ასე შეიძლება ორქიდეა დავღუპოთ ჩვენი უცოდინრობით. აი იმ ადგილას კარგად მივაფრქვევ. მოკლედ დარიჩინის მიფრქვევის დროს დიდი სიფრთხილეა საჭირო. კარგ დეზინფექციას აკეთებს დარიჩინის ფქვილი და უფრო მეტიც მკურნალობს. სადაც მომიხვდა ზედმეტად დარიჩინის ფქვილი, იქ სუფთა ყურის ჩხირით მოვაშორებ, რომ პროვოცირება არ გაუკეთო სუნთქვის დახშობას. ეხლა ამ ორქიდეას დავდებ, რომ კიდევ უფრო კარგად გააშრეს, ეს დარიჩინის ფქვილი კარგად შეაშრეს იმ სველ ადგილებზე, სადაც გადავაჭერი ორქიდეას ფესვები, რომ მოქმედება არ დაეკარგოს გრუნტში ჩადების დროს. და ეხლა შევუდგები მეორე ორქიდეას დამუშავებას. უფრო სწორად მანამდე, სანამ მეორე ორქიდეაზე გადავალ, მინდა ეს გამხმარი საყვავილე ღეროები მოვაჭრა. ძალიან ხშირად ისმის ხოლმე შეკითხვა, როგორ უნდა გადავაჭრათ და მე ჩვენ და ხათერინა ვიდეოებს ვაძლევთ, რომ ნახონ. და მინდა ამ ვიდეოში კიდევ ერთხელ გაჩვენოთ, როგორ კეთდება ამისი გაკეთება. არავითარ შემთხვევაში ბოლომდე არ უნდა მოხდეს გადაჭრა. უნდა გადავაჭრათ ცოტა ზემოთ, რომ არ მოხდეს ლპობა, წყალი როდესაც მოხდება და აი ესე უკვე წყალი იმდენად აღარ მოხდება. აი აქ კიდევ როგორც ხედავთ არის დაწყებული ხმობა, ის სადაც უკვე ჩაიყვავილა, გადავაჭრი ამ ადგილას, რომ მომავალში თუ გაყვავილება მოუნდება, გაყვავდეს, მაგრამ ეს არ გაყვავდება იქამდე, სანამ თვითონ ორქიდეა არ აღიდგენს თავის ჯანმრთელობას და არ დაუბრუნდება ნორმალურ პროცესს. საერთოდ უნდა იყოს კარგად ჩამაგრებული და არ უნდა მოძრაობდეს, თუ გვინდა რომ ფესვები კარგად წამოიღოს, ახალი ფესვები გამოიტანოს და ძველი ფესვებითაც კარგად ჩამაგრდეს გრუნტში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ორქიდეასთვის. ეხლა გადავდებ ამ ორქიდეას და შევუდგები მეორე ორქიდეას გასუფთავებას. ამას გავაკეთებ კამერის მიღმა, რომ თქვენი ძვირფასი დრო ძალიან არ წაგართვათ. ორქიდეები გაშრნენ, მე მოვამზადე ორი ქოთანი, ერთი რომელშიც იყო ჩარგული ორქიდეა, მეორე ქოთანი ვინაიდან უკვე გამოუსადეგარია, შეხედეთ როგორი
გახლეთ შილიაშუაზე, ეს უკვე ნაგავში უნდა გადავაგდო და ამისთვის ავიღე მეორე, რომელსაც დავაწერე რეანიმაცია ნომერი 1 და მეორე ორქიდეასთვის რეანიმაცია ნომერი 2. მოდით ახლა დავიწყოთ ჩარგვა ორქიდეასი. გრუნტში, რომელ გრუნტშიც იყო უკვე ორქიდეა ჩარგული, შიგნით გავურიე ცოტა ოდენი ნახშირი. ეს ნახშირი დეზინფექციას გაუკეთებს, პობას ხელს შეუშლის, თუ მომავალში განვითარდება ლპობა და მოვაზომოთ ახლა ქოთანი ორქიდეას. უნდა ვეცადოთ, რომ ეს ფესვები მრგვალად დავახვიოთ. ცოტა მეურჩებიან, არ არიან მიჩვეული ჯერ ამ ფორმას, რა ფორმაზეც მინდა რომ იყვნენ და აი ასეთნაირად ჩავრგავ ამ ორქიდეებს. უпростоრად ამ ერთცალ ორქიდეას. ჩავყაროთ თავისი გრუნტი, მე შეგნებულად გრუნტს არ ვუცვლი ხოლმე იმ მიზეზით და იმ მოტივით, რომ ახალ მიკროფლორასთან შეგუება ძალიან გაუჭირდება. ჯერ ისედაც სარეანიმაციოა ორქიდეა და უფრო მეტად პრობლემები არ მინდა შევუქმნა. აი ესე ოდნავი შემოგაკუნებით, გავუსწორებ შიგნით ამ ხის ქერქს, რომ ლამაზად ჩავაგდეს. და განზრახული მაქვს ასეთი რამ. ეს არის პენოპლასტი და პენოპლასტი მინდა რომ შევუდო ქვემოდან საჯდომზე ორქიდეა და პირდაპირ ამ პენოპლასტზე დავსვა. ეს დაიცავს ორქიდეას აი ამ საჯდომის დალპობისაგან. აქ ჩვენ ხო გქონდა სამგზავრო ჭიქა, რომელმაც გააშავა და მოვაჭერი იქ. პენოპლასტი დაიცავს. და მომავალში აღარ მოხდება მანდ წყლისგან რაიმე ცუდი ფაქტორები. ორქიდეა არ უნდა ჩაირგოს ღრმად. უпростоრად ეს ფალეონოფსის შეხება. არ უყვარს ფალეონოფსის ღრმად ჩარგვა, უყვარს ცოტა ზემოდან რომ არის ფალეონოფსისის ყელი. მაგალითად ვენერის ქოშის ჩარგვა ასეთნაირად როგორც ჩვენ ფალეონოფსისებს ვრგავთ, დაუშვებელია. ისინი ვერასდროს გამოიტანენ ფესვებს და ვერ წამოვლენ ზრდაში, თუ იქნებიან ზემოთ ჩარგული. მათ ჭირდება აუცილებლად ყელთან კარგად მიყრა იმ სუბსტრატის, რაშიც ირგვება ის კონკრეტული ორქიდეა. მაგრამ ფალეონოფსისი პირიქით ვერ იტანს ყელთან გრუნტს და ურჩევნია გრუნტის ზემოთ კონდეს. არ უნდა იყოს გვერდზე გადახრილი ფალეონოფსისი. მართალია ზოგიერთი ფესვი ზემოთ მოხვდა, მაგრამ არაუშავს ამას ფაგნუმს შემოვაფარებ გარშემო და ფაგნუმი დაატენიანებს მომავალში. მე მინდა ახლა ეს ორქიდეა რომ არ ყანყალებდეს, ჯოხზე დავამაგრო, რომ იყოს მყარად. ეს არის მეორე ფალეონოფსისი, რომელსაც შევაცალე ცუდი ფესვები და დავამუშავე როგორც წინა ფალეონოფსისი. უნდა ვეცადოთ, რომ ფესვები მრგვალად იყოს დახვეული. თუ მოხდა ისე, რომ არ გემორჩილებათ ორქიდეას ფესვები, ამით სწორად რომ ჩარგოთ, უნდა დაატრიალოთ ქოთანი, რომ ფესვებმა მიიღონ მრგვალი სპირალისებური მდგომარეობა. და შემდეგ უკვე იოლად ჩარგავთ. მე აქ ხედავ, რომ ერთი ფესვი გადატყდა თავის. ამის გამო 3-4 დღე მინიმუმ არ უნდა მოირწყოს ორქიდეა. ასეთი რაღაცები ხშირად ხდება ხოლმე შემთხვევით. აი ასე გადავგე ორქიდეები, მოვაფინე ზემოდან სფაგნუმის საკმაოდ სქელი ფენა, ორივე ორქიდეას სქელი ფენა აქვს მოფენილი. ოღონდ ისე მოვაფინე, რომ დაუტოვე ადგილი ყელთან, ანუ სფაგნუმი ყელს არ ეხება. შევაფრქვიე ზრდის ადგილზე, ორქიდეას ყელზე, ფოთლების ზრდის ადგილზე და სადაც ფესვები ეზრდება, ფუნდაზოლი. ეს დაუმაგრე ჯოხით, თუ ახლა უკვე აღარ ყანყალებს ორქიდეა, საკმაოდ მყარად არის ჩარგული. ასევე აი აქ ჩანს წვრილი ფრაქცია, ვერმიკულიტი მოვაფრქვიე ზემოდან ორქიდეას, აი ესე 3 თითით რო აიღებთ, ძალიან ცოტა რაოდენობით, ის მოვაფრქვიე ზემოდან და ისინი ჩავიდა გრუნტში. აი აქ მეორე ორქიდეაზე უფრო კარგად ჩანს ვერმიკულიტის
ფრაქციის წვრილი ფრაქცია, როგორი წვრილია და თვითონ აი ძალიან მცირე რაოდენობით უნდა ეს ვერმიკულიტი. არ მახსოვს ამის სახელი, რო ახლა გითხრათ, მაგრამ ეს ინარჩუნებს ხოლმე წყალს და შემდეგ ნელ-ნელა აძლევს ორქიდეას და თვითონ მოყვა, ზოგი ისევ წყლით არის გაშღენთილი, ზოგს უკვე აღარ აქვს, მაგრამ მე გრუნტიდან არ ამოვაცალე, არ სათითაოდ ამორჩევა არ დავიწყე, რაც შემდგომ ყველაფერი ისევ შიგნით მოვათავსე. აქ გადახეთქილი რომ იყო და ქონდა სოკო შიგნით გადახეთქილ ადგილზე, აი ნახეთ, აქაც ფუნდაზოლის ფაფა წაუსვი წინა მხრიდან ფოთლის და ფოთლის უკანა მხრიდანაც. ძალიან ესე იგი ტილოსავით მოშობული ფოთლები აქვს, ამიტომ დაბლა რომ არ იყოს ფოთლები ჩამოშვებული და ნივთიერებათა ცვლა არ იყოს დარღვეული ორქიდეაში, ამიტომ შევეცადე ძაფებით აი ესე მაღლა ამეწია ორქიდეას ფოთლები, რომ ნივთიერებათა ცვლა იყოს ნორმალური, ფოთოლს კონდეს ვერტიკალური, ზემოთ მიმართულება და რომ მოხდეს ნივთიერებათა ცვლა ნორმის ფარგლებში და არ იყოს ის დარღვეული. გამხმარი საყვავილე ჯოხით მივამაგრე ამ ჯოხზე და ვფიქრობ, ესეც უკვე საკმაოდ მყარაძის და ფესვების გაზრდა არ უნდა გაუჭირდეს, მაგრამ აუცილებლად მნიშვნელოვანი ის არის, რომ ფოთლების სიმყარე აღიდგინონ პირველ რიგში. ხოლო შემდეგ მეორე რიგის საქმე ის იქნება, რომ ფესვების ზრდა დაიწყონ და ახალი ფოთლები მომცენ. მე აი აქ გემშვიდობებით, იმედია თქვენს ორქიდეებს აი ესეთი მდგომარეობა არასდროს არ ექნებათ, რომ არასდროს არ გახდებიან სარეანიმაციოები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დრო ენერგია ჭირდება ორქიდეას ჭკუაზე მოყვანას, გამოჯამრთელებას, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და თქვენს ორქიდეებს მუდმივად ბევრი ყვავილით ეყვავილოს და თქვენი გული გაეხარებინოს. მე კი აი ამ ლამაზი ორქიდეების, გადარგული ორქიდეების ფონზე გემშვიდობებით ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.